ომის 16 დღე ირანში რა მიზნებს მიაღწიეს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა და რას ვერ მიაღწიეს. გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირი, ჟურნალისტი, თქვენ უყურებთ პროექტს კონფლიქტები მსოფლიოში. დღეს 16 დღე გავიდა ამერიკის და ისრაელის ერთობლივი ოპერაციის შემდეგ, რაც მათ ირანის წინააღმდეგ წამოიწყეს. ტრამპი კი აცხადებს, რომ 100%-ით განადგურებულია სამხედრო მიზნები, თუმცა რამდენად არის ეს რეალობა, რამდენად ასახავს ეს რეალობას, ამაზე ვისაუბრებთ დღევანდელ ეპიზოდში. რისი გაკეთება შეძლეს მოკავშირეებმა, როგორი იყო ირანის პასუხი, რამდენად იყო ეს ყველაფერი მოსალოდნელი, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ორმუზის სრუტესთან დაკავშირებით რა პერსპექტივა არსებობს, როგორ იქონიებს ეს ყველაფერი გავლენას თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომზე, რა ხდება რეგიონის ქვეყნებში, თქვათ რატომ ვერ ხდება ირანული შაჰიდების იმ მასშტაბში ჩამოგდება, როგორშიც შეიძლება ვინმეს მოლოდინები ქონდა. მოკლედ აი ამ თემებზე ვილაპარაკებთ დღევანდელ ეპიზოდში. ჩემი სტუმარი იქნება ირაკლი ლექვინაძე, სამხედრო ექსპერტი, მომხილველი, რომელიც ყოველთვის ძალიან საინტერესო მიმოხილვებს აკეთებს და მისი პროგნოზები როგორც წესი მართლდება ხოლმე. შესაბამისად, დღეს ვისაუბრებთ ამ თემებზე, რომელიც ჩამოვთვალეთ. რა თქმა უნდა, არ დამოუწყდება მადლობა ყველას, ვინც არხის გამომწერია, აქტიურობთ კომენტარებში, ალაიქებთ ვიდეოებს, აზიარებთ თქვენ სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებული მადლობა თქვენ, ვინც დონაციით ხართ დაკავებული. არხი თავისუფალი ხალხისთვის მხოლოდ დონაციით ფუნქციონირებს, ყველას ვისაც გაქვთ დონაციის სრული აღწერაში ანგარიშის ნომერი არის. თქვენ კი ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, უმორჩილესად გქონთ ახლა გამოიწეროთ არხი და ალაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ასე დაეხმარებით არხს განვითარებაში. დავიწყოთ, უკვე ხაზზე არის ლეკვინაძე და გადავიდეთ მასთან. მადლობა, რომ გავონახე, შევაჯამოთ ეს 16 დღე, ორი კვირა და 2 დღე, ასე ვთქვათ. ჩვენ დავიწყოთ ტრამპის განცხადებით, რომელმაც თქვა, რომ ირანის სამხედრო ძალა 100%-ით განადგურებულია. მე 100%-ით განადგურებული ისე მესმის, რომ წინააღმდეგობის უნარი არ აქვს და ამას ვერ ვხედავთ. წინააღმდეგობას აშკარად ისევ წევენ. რა შეიძლება ამაში იგულისხმებოდეს და როგორ შეიძლება შეფასდეს ახლა არსებული სიტუაცია? ნუ ხა ტრამპის განცხადებების ესე რაღაც ბუკვალურად სიტყვით გაშიფრვა ხანდახან არაფრის მოცემი არ არის, იმიტომ რომ 100%-იანი განადგურება ზოგადად არ არსებობს და მით უმეტეს ამ შემთხვევაში ხა არც 100%-ია და არც გააჩნია რა იმით შეაფასებ ზოგიერთ დაუშვათ ჰაი საწინააღმდეგო თავდაცვას, რაკეტების მარაგს, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ სახმელეთო ძალებს თუ ბასიჯებს, როგორც არ უნდა შეაფასო 100%-თან კი არა და რა ვიცი ხა. ძალიან ოპტიმისტური არის 50%-ზე მეტზეც ლაპარაკი ნებისმიერი მიმართულებით. ანუ იგივე ხა ბევრი რიცხვები სახელდება, თქვა განადგურებული სარაკეტო დანადგარების და გაუნებელყოფილი სარაკეტო დანადგარების შესახებ, მაგრამ აი რა არის, მანდ აი განსხვავება გაუნებელყოფილისა და აი დროებით რაღაც რო ვერ ახორციელებენ იქიდან გასროლას და იმას შორის რაც განადგურდა, ანუ განადგურებული არის ფიზიკურად რო გამოვა, ვიდეო კადრებიც რო იდება, სოცა აი ტელედამიზნების სისტემით, როდესაც ანუ ხდება იდენტიფიცირება და განადგურება სახეზეა და გვირაბებში გამომწყვეული როა და უბრალოდ გამოსასვლელები რო დაუბომბეს და ვერ გამოყავთ, არ ნიშნავს რომ განადგურებულია, ეს არის გაუნებელყოფილი, ანუ რაღაც ეტაპზე ის შეიძლება ექსკავატორები გამოთხარონ ისევ ის ასე თქვა შესასვლელები, პორტალები და ისევ გამოვიდნენ, გამოიყვანონ და გაისროლონ. ანუ ესეთი თემაა რა, ეხლა ძალიან ათობით და ასობით კილომეტრზე გადაჭიმული მიწისქვეშა ეს კომუნიკაციები აქვს, სადაც ეს შეერაღება არის დამალული. ძალიან ეფექტურად მუშაობს, აი გავცელდა წინა კვირაში ძალიან დეტალურად ახსნეს ეს ვიდეო გავცელდა, სადაც აი პალანტირის იმასე პროექტზე, რომელიც ანუ ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე იძლევა ასე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის ახალ ტექნოლოგიებს იყენებს და ანუ ხდება პრაქტიკულად ავტომატურ რეჟიმში აღმოჩენა, იდენტიფიცირება და მიზნის და შესაბამისი დაზიანების ასე ვთქვათ, საბრძოლო მასალის შერჩევა და რაღაცა. აი ეგეთი რაღაცეები ძალიან ეფექტურად მუშაობენ. ასე ვთქვათ, ზედაპირზე ამოსული ტექნიკის ასე ვთქვათ, დროული აღმოჩენისთვის და განადგურებისთვის და ამ ხრივ ძალიან ესე იგი ახალი ის არის რა, ერა რა პრაქტიკულად ეს სამხედრო ოპერაცია ამ ომის წარმოების აი ესეთი ფორმების თვალსაზრისით, მაგრამ
ეხლა გვირაბებში რაც არის დამალული, ხო, ეხლა როგორ გითხრა, ზოგიერთი არის ძალიან ღრმად და აი ჭირდება ის ძვირადღირებული და რაღაც ერთეულები რო არის და მაქსიმუმ რამოდენიმე ათეული ის მოპის ტიპის ბომბი, რომელიც გამოიყენეს აი შარშან ბირთვული ობიექტების დასაბომბად, ან აი იყენებენ 1 ტონიანებსაც, რა ქვია, ბუნკერსაწინააღმდეგოებსაც, მაგრამ ისინი ყველგან ვერ აღწევენ, იმითი ძირითადად ხდება შესასვლელ-გამოსასვლელების დაბომბება, სიღრმეში ეს არაზიანებს და სიღრმეში იდეაში არის ძალიან დიდი რაოდენობით ტექნიკა, რაკეტების მარაგი გადანახული, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსებიც არის გადანახული. და რა დროს ისინი როდესაც ეს საბრძოლო მოქმედებები შეწყდება პრინციპში მე აღმოვაჩენთ რომ როგორც შარშან იყო რა ბევრი რაღაცა რაც ითვლებოდა რომ განადგურდა სინამდვილეში კი არ განადგურდა უბრალოდ ვერ იყენებდნენ რაღაც ეტაპზე რა ხო და ამიტომ ამ ხრივ ხა 100%-იანზე ლაპარაკი საერთოდ ზოგადად აბსურდია მაგრამ ახლა არც ისეთი მაღალი პროცენტია რა ჩემი შეფასებით რა თქმა უნდა დიდ ზიანს აყენებენ რა თქმა უნდა ეს ისეთი ამხელა ქვეყანა ამდენი ომისთვის ესენი ემზადებიან რა ვიცი 40 წელია რა ასეთი ომისთვის ძალიან დიდი თანხები იხარჯება მიუხედავად იმისა რომ ეკონომიკურად წნეხში არის და სანქციების ქვეშ არის ნუ ჩრდილო კორეის არ იყოს ძალიან დიდ ნაწილთან თავისი ნავთობ და გაზიდან შემოსული თანხებისა, ასე ვთქვათ, რეჟიმის გამყარების გარდა და ამ პროქსი ძალების დაფინანსებით, ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების გარდა ხმარდებოდა იმას, რომ აი ესეთი ომისთვის მომზადებულიყვნენ. ახლა ძალიან ისეთი არ შეიძლება რა, ისეთი შეფასება ვერ დაუფასებლობა მათი რა 100%-ამდე ძალიან შორს არის. ახლა 100% მაგალითად შეიძლება ჩაუძირეს მაგ წყალზე და თუნდაც აი წყალქვეშა ფლოტის რომელიც ყავდა ირანს აი დიდი ერთეულები რა როგორც არის კორვეტი, ფრეგატი და ასე შემდეგ ანუ დიდი გემები, დიდი წყალქვეშა ნავები, მაგრამ როგორც ცნობილია, თქვათ 30,000-მდე კატარღა აქვს მაგათ მათ შორის აი ჩვეულებრივი კატარღები არასამხედრო დანიშნულებით რომლის გამოყენებაც ომის დროს არის გათვალისწინებული სამხედრო თვალსაზრისით აი ეს მათ ანუ დატვირთავენ რაღაცა ასაფეთქებლით, ან დისტანციურად მართავენ, ან რაღაცა დაждდება და შეასკდება იქ რაღაცა ტანკეს, აი ესეთი ტაქტიკით არის გათვალისწინებული. ეხლა მაგათი 100%-ით განადგურებამდე ძალიან შორს აქვს. ანუ დიდი ფლოტი, აი რაც უშუალოდ შეარაღებული ძალების იმაში ოფიციალურ სტრუქტურაში შედიოდა, ის ერთია და ეს სამობილიზაციო ძალები, რომლებიც არის და რომლებიც შეიძლება ომის დროს არატრადიციული, ასე ვთქვათ, ასიმეტრიული ფორმით ტაქტიკით გამოიყენონ, ეგეთი არის უამრავი და მაგის განადგურებამდე კიდე ძალიან შორს ავართ. აი ეს გაუგებრობა არის მაგალითად, თუ კი ესე იგი ფლოტი ჩაუძირეს და ისა, მაშინ აბა რაღაცო არის 40 სრუტე ჩაკეტილი, ხო და რატო არის იქ საფრთხე ამ ტრანზიტისა? იმიტომ რომ აი სწორედ აი ეს კატარღები და რაღაცა ნაღმები და სხვა რაღაცა საშუალებები უფრო საფრთხეს წარმოადგენს იქ ვიდრე ანუ კონვენციული ესეთი საშუალებები. მათ შორის ახლა გემსაწინააღმდეგო რაკეტებიც ხო, ანუ აი ეს ირანელებს აქვთ ძირითადად აი ეს ფრანგული ეგზოსეტის რაღაცა კლონები ჩინური და თავიანთი წარმოებისაც რა. და ესენი არის ასობით თუ არა ათასობით და ნუ კი მარაგებს ანადგურებენ, სადაც პოულობენ მათ შორის ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები ბომბავენ რომ მაქსიმალურად განადგურდეს, მაგრამ ნუ იმაზე ილუზია რომ ეხა ეს ბოლონდი არის და არსად არ შემოუნახიათ და რაღაც არის ნუ ძალიან ისეთი რა არასწორი იქნებოდა ასე შეფასება რა და ამიტომ ამ ხრივ შორს ავართ ჯერ არ მნიშვნელოვნად დაასუსტეს ცალსახად ანუ მაგაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ნუ ახლა 100% როგორც თქვი, თეორიულადაც შეუძლებელია ხა მხოლოდ ქვეყანაში კი არა და ახლა ღაზა რომელიც იზოლირებული იყო სიტყვაზე ვამბობ, ხო, აი არანაირი გარესამყაროსთან პრაქტიკულად კავშირი არ ქონდა, ერთადერთი გვირაბებით შექონდათ კონტრაბანდა და ესამიდან ხო ეგვიპტიდან და რაღაცა იქაც კი რა ვიცი 2 წელი ბომბეს გაასწორეს ყველაფერი მიწასთან და მაინც კიდე რაღაცა მომენტებში ხდება იქიდან სროლა რაღაც წინააღმდეგო რაკეტებს მათ შორის ისვენ და რაღაცა ანუ წარმოიდგინე ხა ირანი რამხელა ტერიტორია უკრაინაზე დიდი ტერიტორია 90 მილიონი ადამიანი ცხოვრობს რომლიდანაც ნუ რაღაც თუნდაც 15-20% იყოს რეჟიმის მხარდამჭერი და ისა ხო ნუ ნაწილი უბრალოდ
თავისი იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდის ფაქტიურად ომი ხა ჩართული არის, მაინც ამ წინააღმდეგობაში, ანუ უზარმაზარი რაოდენობაა ხალხის, რომელიც აი ამ პროცესშია ჩართული და აქ ხა რაღაცა ეგეთი შედეგების დადება, რომ 100%-ით ყველაფერი გავაუმებრყოთ, პრაქტიკულად შეუძლებელია რა. ეს ეხა ეს რა აი იგივე ტრანზიტს რო უკავშირდება, რომელიც არის სიმართლე ვთქვათ, ეხა მთავარი საკვანძო რა. აი ორმუზის სრუტეზე მინდა გადავიდეთ და მაგმართლობით დაგისვა კითხვა. ძალიან პროგნოზირებადი იყო, ხო, რომ ამას გააკეთებდა ირანი. ამ ხნის განმავლობაში, ასე ჩვენ ყურადღება ვაკურდებოდით, როგორ ემზადებოდა შტატები ამ ოპერაციისთვის, ვერ გათვალეს, არ გათვალეს, არ ელოდნენ თუ რა მოხდა? ხო, რისი თქმა მინდა. ხო, იცი რა, ზოგადად ეს ორმუზის თემა პროგნოზირებადი იყო, რომ თავარი საკითხი იქნებოდა, იმიტომ რომ ხა დაბომბვებმა, რაც არ უნდა ითქვას, მაინც ხა რაკეტების გაშვებამ ირანის მხრიდან ამ რეგიონის ქვეყნების მიმართ, ისრაელის, იგივე დუბაის, რომელსაც ყველაზე მეტი ესროლეს გაერთიანებულ საემიროებს და შემდეგ იკლო რა. და სავარაუდოდ ეხა თუ ეს ოპერაცია სანამ არ შეწყდება, ყოველ შემთხვევაში აღარ გაიზრდება და მერეც ახლა თუ რაღაცა დაზავდნენ და ისა ოფიციალურად ასე ვთქვათ ხელი მოეწერა რაღაც ზავს, აღარ გაგრძელდება, ხო? თუმცა საფრთხე სულ იქნება, იმიტომ რომ ბოლომდე გაუნებელყოფა და ყველა რაკეტის და ყველა იმის აღმოჩენა დრონის შეუძლებელი არის რა. ხო, მაგრამ თავარი რაც იყო და ჩვენზე რაც აქვს სხვათა შორის გავლენა, ირიბი არა პირდაპირ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ორმუზის სრუტის თემა, იმიტომ რომ მან ხო რა არის მაგის დაკეტვა იწევს ნავთობზე ფასის და ნავთობზე ფასის დაიწევს იმას, რომ მაგალითად იმას, რომ პუტინს ბიუჯეტში პრობლემები ნაკლებად ექნება, იმიტომ რომ შეზდის ფული და თუ ეს ხანგრძლივად შენარჩუნდა ასეთ მაღალ დონეზე ეს ფასები, მაშინ ძალიან ცუდი სიტუაცია იქნება აი უკრაინის მიმართულებით, რაც თავის მხრივ მერე პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენზე რა. ხო და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი, თორემ მანდაც როგორ რაღაცა, ეს ტრანზიტი მარტო დაზიანებული გემებით და ჩაძირული გემებით კი არ უნდა შეფასდეს ეს ზიანი, არამედ იმის რამხელა რისკებია. ზოგიერთი ხა მაგალითად უბრალოდ სადაზღვევო კომპანიები აღარ აზღვევენ იმ ასე ვთქვათ ხომალდებს, იმ ტანკერებს, რომლებიც იქ მოძრაობენ და შესაბამისად გემის კაპიტნებიც აღარ რისკავენ და ტრიალებენ იქ ცოტა მოშორებით იმაში სპარსეთის ყურეში და არ ცდილობენ საერთოდ ამ სრუტეში გავლას. რაც კოლაფს ქმნის რა, რეალურად ხა ფასი შეიძლება ექსპერტები ვარაუდობენ თუ ესე დიდხანს გაგრძელდა შეიძლება $200-მდე წავარდეს, რაც იქნება ჯერ ზოგიერთ ქვეყანას ეკონომიკურად დაარტყამს, ზოგიერთისთვის ეს სამხედრო შედეგებსაც და უსაფრთხოების თვალსაზრისით შედეგებსაც გამოიწვევს, მათ შორის ჩვენთვის. ხო და ამიტომ ეგ საკითხი არის სასწრაფოდ გადასაწყვეტი. მე იცი რა, ხა ტრამპისგან თვითონ პიროვნულად არა ვარ ეს რა ქვია, მას ისეთი წარმოდგენის და არ მგონია რომ მას შეეძლო ეს შეცდომა დაეშვა, მაგრამ მაგას ახლა ყველა ვარიანტში ამ სტრუქტურებში ხო პროფესიონალები მუშაობენ, ანალიტიკა ისე დონეზეა რომ ახლა მანდ რომ ეგ მაგის მოლოდინი ამ სამ თქვა პენტაგონს ან CIA-ს არ ქონოდა რომ რაღაცა ეგ პრობლემა შეიქმნებოდა, მე გამორიცხული მგონია, ანუ ყველაფერი სავარაუდოდ გათვლილი იყო, რისკები მისაღებ ნიშნულზე იყო, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში კატეგორიულად ასე თქვა რეკომენდაციას გაუწევდნენ მეტი კატეგორიულობით, რომ საერთოდ არ წამოეწყო ეს ოპერაცია ამ რისკების გამო. რახან დაიწყეს, ესე იგი ეს რაღაც დონეზე გათვლილი ან კომპენსირებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ან მისაღები დანაკარგების და იმის პირობებში შესაძლებელია, სავარაუდოდ ასე ითქვა, ამის ასე თქვა კომპენსირება რა და ეხლა ამ ფონზე ხო რა ხდება, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი რაც მოხდა აი ბოლო დღეებში ის არის, რომ ოფიციალურად დაიძრა, ესე იგი, იაპონიიდან ის იოკოსუკაში ბაზაზე რო იდგა ეს რომელიც იყო ამ წყნარი ოკეანის და ჩინეთის მიმართულებით და სამხრეთ კორეის მიმართულებაზე ეს განკუთვნილი სწრაფი რეაგირების აი საზღვაოქვეითა საექსპედიციო 31-ეს ქვედანაყოფი თავისი ასე ვთქვათ გემებით, ავიაციით და ყველაფრით მათ შორის ამ არლიბიოტის დისტროიერებით მიდის ახლა ყოველ განახლება ხდება ამ რაღაცას, როდესაც სატელიტიდან ფოტოებს დააფიქსირებენ ხოლმე და ვნახე რა, რამოდენიმე საათის წინ და მთელი სვლით, კილოვატორულზე
ყვალზეც ეთყობა, რომ მთელი სისწრაფით რაც გააჩნიათ ამ გემებს, მიდიან რეგიონისკენ. ანუ ეს დაძვრა არ არის რაღაცა ისეთი თქვათ ფსიქოლოგიური ზეწოლა, რეალურად ეს გადაადგილდება. ზედ არის ახლა სადღაც 5000 ადამიანი, აქედან ეს ამერიკულ გემებზია საუბარი, ხო? კი, ამერიკულ გემებზია. ამ გემებზე არის ანუ მეზღვაურები და ეს თვითონ ამ გემების პერსონალი საზღვაო სადღაც 2500, 2700 და ნუ 2200, 2300 ესე არის საზღვაო ქვეითები. სპეციალური ოპერაციების, ასე ვთქვათ, capability, ანუ შესაძლებლობები ვისაც გააჩნია რა, ესენი არიან, ნუ პირველი ის, ანუ ვინც გადასხდება დაუშვათ სადღაც და რაღაც სპეცოპერაციას ჩაატარებს, ანუ პლაცდარმს აიღებს. ანუ ეს არ არის რაღაცა ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციისთვის განკუთვნილი, თუმცა მაგალითად აი ესეთი კუნძულები, როგორც არის ქაშმი ან ხარკის კუნძული შეუძლიათ აიღონ რა ფიზიკურად. და არის ამაზე მინიშნებები. ეხლა მანდ არის აი რა შეუძლიათ ამათმა რომ გააკეთონ რა. ჯერ ნუ 2500-ს კიდე ერთხელ ვიმეორებ, ეხლა თვითონ უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე, ანუ მისა ეს სახმელეთო ნაწილზე რომ გადასხდნენ, იქ ნუ მაქსიმუმ რაღაცა პორტი დაიკავონ, რომ მე მიიღონ, ასე ვთქვათ, გაცილებით დივიზიები რა, ამ მსხვილი ძალები რაღაც 100.000-იანი კონტინგენტი და რაღაც, მაგრამ მაგის გადასროლა ამ ხელაძალების ჯერ არ ჩანს. შესაბამისად, სავარაუდოდ ეგეთი ოპერაცია უახლოს მომავალში არ იგეგმება, მაგრამ იმის მიხედვით, რამდენად ესე იგი სწრაფად მიდიან ესენი რეგიონისკენ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ან ორმუზის სრუტეში რა თუ დაუკვირდები, თუ დაზუმავ იქ, ანუ ბევრი კუნძულებია რა, ეს ქაშმი და მის გარშემო პატარ-პატარა კუნძულები, რომლებიც საშუალებას იძლევიან, რომ იქ თუ გადასხდნენ, აი ეს რაღაცნაირი ბუფერული, ანუ ჩაუძირავი ავიამზიდებივით იქნება რა, იქ რაღაც განალაგებენ, თქვათ, ჰაიმარსებს, რაღაც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას და შეიძლება იმ კუნძულებზე თვითონ გამაგრდნენ და ამგვარად, ასე ვთქვათ, დაიცვან ის ვიწრო, ასე ვთქვათ, ყურე, ვიწრო ეს გასასვლელი იმისგან, რა ქვია, თავდასხმებისგან რა, არის ეგეთი შანსი. მაგის შესაძლებლობა ამ იმას ექნება ამ 2200-2500 კაცს, თუმეტეს კიდე შეიძლება დაემატოსო ერთი საექსპედიციო რაზმი და პლუს შეიძლება აი ეს 92 დივიზიის ერთი ბრიგადა გადაისროლონ საჰაერო სადესანტოსი. ნუ ეგეთი რაღაცები განიხილება. შეიძლება ესენი საერთოდ ხმელეთზე არ გადასხდნენ, მაგრამ ანუ მოახდინონ რა იცი, აი ირანული ტანკერების დაუშვათ დაკავება აბორდაჟი, რომ ანუ საზღვაო ბლოკადა მოუწყონ. ეს ორმუზის სრუტეს ეს ნაკლებ სავარაუდო მგონია და რატო? იმიტომ რომ ორმუზის სრუტეს ეს ვერ გახსნის, მაგრამ ნუ ირანს პრაქტიკულად მოგუდავს იმ ხრივ, რომ აი ეს შემოსავლები აღარ ექნებათ რა. თუმცა მანდ ახლა მაგით რეალისტურ სცენარს შევხედოთ, რასაც თქვათ აი ტრამპიც ახსენებს ხოლმე, რომ იგივე ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები, იგივე სრუტის ქვეყნებმა მე უნდა უფრო იაქტიურონ. რეალურად თუ კი რეალისტურად, თუ კი რაღაცა ეს სახმელეთო ოპერაციის კომპონენტები არ შემოვა, რამდენად შეიძლება მხოლოდ გემების გაგზავნით აი ეს პრობლემა მოგვარდეს და სრუტეს სრულად გაიხსნას და უსაფრთხო გახდეს. ხო და მაგას ვიძახი უყურე, აი გემებით გაცილება შეიძლება, მაგრამ ჯერ ესეთიც ეს 100%-ის უსაფრთხოებას არ მიცემს და ეს აი ზუსტად იმ სადაზღვევო კომპანიები რო ვახსენე და იმ გემების თვითონ კაპიტნები, ეკიპაჟი ვინც იღებს თუ მფლობელი ამ გემების ვინც იღებს, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებას გარისკოს თუ არა და გაატაროს თუ არა ეს შეიძლება იმათმა არ გაიარონ რა, ანუ კი უთხრან რომ გაიარეთ და გამოყვებით, მაგრამ თუ 100%-იან გარანტიას ვერ აძლევ რომ არ მოხდება თავდასხმა, ხო, ლეტალურიდან ახლა ნავთობით დატვირთული და იმით გაზით დატვირთული, როგორ ხანძარსაშიშის არის იმას პატარა კატაღაცო და მე მთლიანად ანუ ნადგურდება რა პრაქტიკულად და გადარჩენა შეუძლებელია. ხო და ამიტომ შეიძლება არ გავიდნენ, ანუ ეხაც ახლა ეუბნებიან რომ გაგაცილებთ, მაგრამ ნუ ბევრი ვერ ისკავს და უმეტესობა ვერ გარისკავს რა და ამიტომ ეგ ისეთი თემა არის, ანუ თან ძალიან ფინანსურად ისეთია რა, დანახარჯები გაცილებით აღემატება იმას ეფექტს, იმიტომ რომ ხა დიდი გემებით გააცილო
ეს ისინი და მე რაღაც თან ბოლომდე ვერ უზრუნველყო თავდაცვა, უსაფრთხოება ამ ისი ტრანზიტის, ისეთი თემაა რა. თან ეხა ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ვითომ კოალიციას მოლაპარაკება მაქვს და წარმატებით მიმდინარეობსო, დღეს ეხა რიგრიგობით ყველამ უარი უთხრა საფრანგეთმაც, ინგლისმა, ვფიქრობ ჯერო, მაგრამ იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, ჩინეთსაც შესთავაზა, იმიტომ რომ ჩინეთი, ესე იგი, საუდის არაბეთიდან, გაერთიანებული საემიროებიდან, ირანიდანაც, იღებს ამ ნავთობს. ხო და შესაბამისად დაინტერესებულია, რომ იქ არში მან მოუწოდა კიდევაც ირანს, რომ ორმუსში გადაკეტაო და მას იზამო, მაგრამ ეხა მონაწილეობა ამ პროცესში არავის არ უნდა რა, ავსტრალიამაც უარი თქვა, ისეთმა ქვეყნებმა, ვინც ტრადიციულად თითქმის ყველგან მიყვებოდა ხა ეს დიდი ბრიტანეთის ეს სამეფოს ეს თანამეგობრობა რო არის ავსტრალია, ახალი ზელანდია, თვითონ დიდი ბრიტანეთი და სხვა ესენი სულ ყოველთვის მონაწილეობდნენ ხოლმე ამ ამერიკულ ოპერაციებში, რაც სპარსეთის ყურეში მიმოწერა. ეხა კიდე რაღაცა ფეხსით რევენ და ბოლომდე არ მიყვებიან. იგივე იმ საფრანგეთმა კი გაგზავნა იქ ძალები, მათ შორის სადესანტოა ეს ხომალდები ორი ეს მისტრალის ტიპის და ჩვენ მითი ვიცით ეს მისტრალის ტიპის ხომალდი რო ერთი პერიოდი რუსებმა სულ შეესყიდათ და მე არ არის ხო. რაზე ვიძახე, ესენი კი გააგზავნეს და ავიამზიდიც, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ჩვენ იქ ბაზები აქვთ, დაუშვათ დუბაიში და იმაში, მეც რა ქვია, ფრანგებს და იმას დავიცავთ იქ რაღაცა ჩვენ ინტერესებს დავიცავთ, მოკლედ, აი ამ უშუალოდ ამ ისრაელ-ამერიკის ოპერაციაში არ ჩავერთვებითო არ დარტყმებში და პრინციპში ორმუზის იმაზეც ჯერჯერობით ესეთი პოზიცია აქვთ, რომ გაცილებაში არ მიიღებენ რა მონაწილეობას. ხო და ამ პარალელურად ეს დაძრული არის ეს დაჯგუფება სადესანტო რა საზღვაო ქვეითების სადა ამ საკითხს დაუბრუნდა ხარგის კუნძულზე შეიძლება გადასცენო ეხა მაგაზე რატოა ლაპარაკი იმიტომ რომ ეხა იქიდან გადის 90% ირანული ნავთობის პლუს ეს არის როგორ გითხრა მან დაიბომბა 2 დღის წინ, ესე იგი, მასიურად თვითონ ამ კუნძულზე განლაგებული სამხედრო ობიექტები და ინფრასტრუქტურა და ტექნიკა არა, ისა რა ქვია, ხაზგასმით არ შეეხნენ ნავთობ და გაზ ინფრასტრუქტურას, ანუ აი ამ რაღაც რომლითაც ხდება ამ ჰაბიდან მერე გადაკაჩვა უკვე უშუალოდ ტანკერებში და ეს ნიშნავს რა რომ შეინარჩუნეს მის ეს კუნძული როგორც ღირებული როგორც აი ეს რაღაცა ასე ვთქვათ საიდანაც ახდენენ ასე ვთქვათ ირანელები ამ თავისი ამ ენერგომატარებლების გაშვებას ჩინეთის მიმართულებით ძირითადად მაგრამ ანუ და სამხედრო ობიექტები რახან დაბომბეს, შეიძლება ეს ის გაჩნდეს, რომ აი მან დაპირებენ გადასხმას და მაგის გაკონტროლებას, ოღონდ როგორ რაღაცა არის, ეს კუნძული შეიძლება ეგრეც მოხდეს, არის უბრალოდ ეგეთი ვარიანტიც, მაგრამ ეს კუნძული მოშორებით არის იმისგან, ანუ არაფერი კავშირი არ აქვს იმასთან, რა ქვია, ორმუზის სრუტის უსაფრთხოებასთან რა. და მან ახლა თუ გადასხდები, ანუ მაკუნძულზე არაფერი ნავთობი და ის არ მოიპოვება გაზი. ეგ უბრალოდ ირანიდან ხდება მილებით ამ კუნძულზე და ამ კუნძულიდან მერე უკვე იმაზე ტანკერებზე გადაკაჩვა და ხაბია რა. და თუ ახლა ირანთან ეს დაძაბული ურთიერთობა და ომი ექნებათ იმ კუნძულს, ახლა თვითონ ირანელებმა შეიძლება დაბომბონ თავისუფლად, იმიტომ რომ თუ მათი თქვა ეს ახლა რეჟიმმა თქვა ჩვენ თუ აღარ იქნება და ისა, ანუ ეგ არის როგორი ნაბიჯი, იცი, მან თუ გადასხდები, მაშინ რაღაცა ტერიტორია ირანშიც უნდა დაიკავოს, საიდანაც მე ამ მილებით ამ კუნძულზე ხდება ენერგომატარებლების გადაკაჩვა. წინამდებ შემთხვევაში აზრი არ აქვს, უბრალოდ პლატო ადგილია, სწორი ისეთი ბრტყელი, სადაც თავსაც ვერ შეაფარებ 25 კილომეტრი აშორებს, ასე ვთქვათ, ირანის ხმელეთიდან. და შეიძლება მუდმივად აი დაბომბვის იმაში იყვნენ რა საფრთხის ქვეშ და არაფერი ანუ თუ იქიდან არაფერი არ გავა ისე არაფერი ღირებული იმ კუნძულზე სხვა მხრივ არ არის რა ნახე აი ამ მოკავშირეების არ ჩართვა ცოტა ხანში და უბრალოდ მანამდე ასიმეტრიული ხარჯები ახსენე რა და ჩვენ ვხედავთ რომ ყურის ქვეყნებში და თვითონ ამერიკას ამ ტერიტორიაზე უწევთ მილიონიანი რაკეტების სროლა 50000-იანი შაჰედების წინააღმდეგ რა
აქ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინას დახმარება თხოვეს, თითქოს ზელენსკიმ უკვე გააგზავნა იქ როგორც ამუნიცია, ისე პერსონალი. მერე ტრამპის განცხადება იყო, რომ არ გვჭირდება უკრაინის დახმარება, მერე ნეთანიაჰუ და ზელენსკი შეთანხმდნენ თითქოს ამ თანამშრომლობაზე. ეგ სიტუაციაც რო აუხსნა მსმენელთა მაყურებელს, რა მდგომარეობაშია ახლა რეალურად ისრაელი და ამერიკა, რამდენად ასიმეტრიულია ეს წინააღმდეგობა, რატო ხდება ისე, რომ ამერიკულ ბაზებზე შაჰედები ეცემა, რატო არ ყოფნის, თქვათ, თავდაცვის სახელო თავდაცვა ამერიკას და მაგ სიტუაციაზე რომ ცოტა მეტი სიცხადე შემოიტანა. საქმე იმაშია, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, აი 2022-ში ხო დაიწყო უკრაინაში ომი, მაგრამ ნელ-ნელა, მაგრამ მე უცებ აიკრიფა, ასე თქვათ, ტემპები ამან, რაც ეს შაჰედები გამოჩნდა რუსეთის მხარეს, რუსეთის მხრიდან აი ეს აქ თქვათ ეს ირანული დრონები თავიდან და მე თვითონ მოდიფიცირება გაუკეთეს. ეხლა პრინციპში აი ამათი ეს თქვათ ამათი გაუნებელყოფის მასიური თავდასხმის გაუნებელყოფის ერთადერთი პრაქტიკული გამოცდილება მსოფლიოში აქვს უკრაინას. ეს არის ფაქტი. ანუ ეს არ არის თული ჩამოსაგდები, რა ვიცი მე ტყვიამები და ხელის ტყვიამთქვევიდან დაწყებული ყველაფრით შეიძლება თეორიულად ჩამოაგდო, უბრალოდ პრობლემა იმაშია, რომ იაფია ეს თვითონ ეს საბრძოლო მასალა როგორც ეს დრონი და შედარებით იაფია და ძვირიანი რაკეტების დახარჯვა მასზე, რომელიც დეფიციტია და მოცულობა ძალიან ისეთი მცირე მასშტაბების არის, ძალიან არამომგებიანია ის უბრალოდ ფინანსური და ესეთი მომარაგების თვალსაზრისითაც, ანუ ვერ ხდება იმ სარაკეტო პოტენციალის მერე შევსება დროულად რა. და წარმოების გაზრდაც ზდიან, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რომ აი გაუმკლავდეს ამ ასეულობით და ათასობით შაჰედის დრონს. ხო და აქვს რეალურად ეხა იმანაც აჩვენა დაუშვათ აი რეგიონის ქვეყნებმა აჩვენეს, რომ მაღალი კლასის აი პეტრიოტები აქვთ რაღაც თანამედროვე საზენიტო დიდარი ქვეყნები არიან ძირითადად ნავთობი და საკმაოდ თანამედროვე დასავლური ტექნიკა აქვს და ახერხებენ ამ დრონების და რაკეტების მაღალი პროცენტის ჩამოგდებას, მაგრამ დრონებს იმიტომ უფრო ვერ უმკლავდებიან, რომ ბევრია რა ფიზიკურად არ არის საშუალება, რომ ყველგან და ყველა ჩამოაგდონ და ამიტომ ხდება ეს ზიანის მიყენება მათ ინფრასტრუქტურაზე და ამ ქალაქებზე. შესაბამისად, ხო, არის ბევრი მაგალითად რა საშუალებები გამოინახა ჯერ უკრაინას, ჯერ აი მაგალითად ის რაც შეიძლება ერთი პერიოდი რაღაც მივიწყებული იყო და თითქოს უკვე აღარ ითვლებოდა აქტუალურად, საზენიტო артиლერია. საზენიტო აი გეპარდები მაგალითად როგვესმოდეს თან როდესაც ეს უკრაინაში გეპარდებზე მოთხოვნა გაიზარდა გერმანულ საზენიტო საარტილერიო დანადგარზე ვიძახი 35 მმ-იანზე, ესეთი ორი ქვემეხი რო აქ აქეთიკიდან ლეოპარდ 1-ის ბაზაზე არის. ეგენი თუ გახსოვს, ყატარისგან გამოისყიდა ამერიკამ და გერმანიამ გაურემონტეს და გადასცეს უკრაინას. და ამ დროს ყატარს ეხლა ესენი დაჭირდა, იმიტომ რომ მათი ესე იგი გახსნილი ცეცხლი გაცილებით იაფიყირს, იმიტომ რომ რამდენიმე ჭურვის ფასი ეხა იქ რა არ არის იმდენ ძალიან ძვირი, გაცილებით უფრო ამხრივ ფასი ეფექტურობის მხრივ გაცილებით უფრო კარგი საშუალება იქნებოდა იმ შაჰედების ჩამოსაგდებად, ვიდრე მაგალითად იგივე ხა პეტრიოტის რაკეტები და თუ გინდა არ ვიცი მე ირისტე SLM ან რაღაც ეგეთი ძვირადღირებული რაკეტების როლი. ხო და აი ეგ ასეთი იმისთვის ახალი რეალობისთვის არ აღმოჩნდა მზად და ზოგადად ეს აჩვენებს აი იგივე ევროპული ქვეყნებსაც იგივე პრობლემა უდგათ რა. არა იმდენად იმის რომ რაღაცა მაღალ ტექნოლოგიურად კი არ ჩამორჩებიან. უბრალოდ აი მასიურ შეტევაზე გათვლილი არა აქვთ რა ჯერჯერობით და ეხა ვინც არის ამისთვის მზად და თან უკრაინამ ეხა რა ბოლო დროს რა წარმატებას რაში მიაღწია რომ თვითონ გადამჭერი FPV დრონების აი ეს თემა შემოვიდა, რომელიც აბსოლუტური სიახლეა. ეს გადამჭერი FPV დრონები პერსპექტიულია იმ მხრივ, რომ მათი საშუალებით შეიძლება არა მარტო დრონებზე, მაგალითად საბრძოლო შოუმფრენებზე ნადირობას და ასე შემდეგ, მაგრამ ამ წუთას ეხა იქ რეგიონში ეგ ჭირდებათ იმისთვის, რომ აი იაფად და ესე გადაფარონ აი ეს და ასე ვთქვათ რეგიონის აი ეს ქვეყნები, სადაც ვერ უმკლავდებიან ფიზიკურად ამ რაოდენობას. ხო და ახლა სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი ეს როგორ მოხერხდება, იმიტომ რომ ძალიან დიდხანსაც ეს ომი ალბათ სავარაუდოდ ყოველ შემთხვევაში ამ ფორმით აღარ გაგრძელდება. მერე ახლა შეიძლება ეს
ასე ვთქვათ, დანერგონ, მაგრამ აი თვითონ ეხა რამდენად აი ოპერატიულად რეაგირება იგივე უკრაინის, ხო ხა უკრაინასაც ხო თავის საჭიროება აქვს, ყოველდღე ბომბავენ რამოდენიმე ასეული შახედით და აი რამდენად მოახერხებენ ეხა იქ საკმარისი სპეციალისტების გაგზავნას, თან არის ლაპარაკი არა იმდენად თვითონ უშუალოდ აი ოპერატორებზე, პილოტები როგორც მას ეძახიან AMM-ებს, FPV დრონების ვინც მართავს, ხო? არამედ სპეციალისტებზე, რომელმაც იქ ადგილზე უნდა სპეციალისტები მოამზადოს და კონსულტაციები გაიარონო. და პლუს აი თვითონ ეს ანტიდრონი დრონები რა, ხო და რამდენად აი რაოდენობაში ახლა მიაწვდიან, ის არ ვიცი. უბრალოდ მე მგონია დაიტესტება მანდ და უკრაინისთვის შესაძლებლობა გახდება, რომ ძლიერი მართლა საექსპორტო პროდუქტად იქცეს ეს, იმიტომ რომ ამ წუთას ეს მასიურად ამას არავინ არ ბეჭდავს და თუ ვინმესგან უნდა იყიდო, რატო არა უკრაინისგან, რომელიც ავარაუდოდ ამას ბევრად უფრო იაფად მიაწვდის. ამერიკელებსაც აქვთ ანალოგი, მაგრამ ყველაფერი ამერიკული არის, ნუ მიახლოებით იგივე ეფექტურობის, ან ცოტა შეიძლება უკეთესიც, მაგრამ გაცილებით ძვირი რა, აი კოიოტის ტიპის არსებობს ეგეთი, ისა რა ქვია, ანტიდრონი მათაც აქვს და კიდე რაღაც ესეთ საშუალებები რა, მაგრამ ნუ გაცილებით ძვირიждება რა, იგივე აი Switchblade-ები და ისინი თავიდან ძალიან ხო გახსოვს აი 2022 წელს იყო საუბრები რომ Switchblade-ებს მიაწვდიან რაღაც, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ ეს Switchblade-ებს არც ისეთი ეფექტურია, როგორც თქვა და ძალიან ძვირი. უკრაინაში წარმოებული რაღაცა დრონები, რომლებიც ნუ გაცილებით იაფიღეს თან ამასთან ერთად რა, ხო და ამიტომ აი ეგეთი თემა არის შემოვიდა, ზელენსკი მისიც განაცხადა რომ 50 მილიარდიანი არ მგონია ეგ გამოვიდეთ სამწუხაროდ, ღმერთმა ქნას რომ გამოვიდეთ, მაგრამ თუ ეგ მიაღწიეს ამერიკელებთან, ნუ სერიოზული ის იქნება, იმიტომ რომ სანაცვლოდ ეგენი ფულს კი არა, სავარაუდოდ იგივე ამერიკიდან ისეთ შეიარაღებას მიიღებენ, რომელსაც თვითონ ვერ აწარმოებენ. აი უკრაინაზე ვსაუბრობთ ეხლა და დაუბრუნდეთ ცოტა წინა თემა, სადაც მოკავშირეებმა პრაქტიკულად ვარი უთხრეს ამერიკას დახმარებაზე, ხო? ტრამპის პერსონიდან გამომდინარე, ამიტომ ვივარაუდოთ, რომ როდესაც ამ ირანს მოამთავრებს, მერე ეს ყველაფერი შეიძლება გადაითარგმნოს უკრაინაზე. გულისხმობ იმას, რომ რადგან აქ ვარი მიიღო ტრამპმა, მერე ტრამპმა შეაფერხოს იგივე თუნდაც აი ეს პარპ სისტემა რაც აწყობილია, როგორ შეიძლება ამან გავლენა იქონიოს უკრაინაზე? იცი რა, დღეს მაგალითად გავცელდა ეგეთი ინფორმაცია, რომ კი არა და მეც უსმინე იმაში, აი ბორტზე რო იძლევა ხოლმე ინტერვიუებს, ტრამპმა განაცხადა, რომ ის იმახსოვრებს ამ და განაწყენებულია ევროპელებზე, რომ ეს უარები მიიღო და ნუ მოკლედ ემუქრება, რომ ნატოზე ექნება ცუდი შედეგებიო, ამასო, ისა რა ქვია, თუ კი ეხლაო არ დაგვიდგნენ გვერდშიო. რა არიცი, ერთის მხრივ მე სურვილის დონეზე მინდა რომ ევროპელები ამაში ჩაერთონ, იმიტომ რომ თვლი რომ ნუ პრინციპში ეს საქმე ბოლომდე ამისაყვანი და კარგი საქმე არის საბოლოო ჯამში. მაგრამ მეორეს ხო ხა სულთა ისე რომ შეხედო ხა ამერიკა თვითონ თავისი რისკი, თავისი იმის ფასად შეძრა ეხა მანდ და ეხა გინდა თუ არა დამეხმარეთო. არანაირი ვალდებულება არ აქვს, ანუ ეს არ ცელდება ამაზე ის ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების ის, იმიტომ რომ სანამ ასე დაბომბავდა, ხო არ უკითხავს ეხანა კონსულტაციებიც კი არ გაუულია, გავაკეთო თუ არა იმ ევროპელებთან და ეხა რო გაუჭირდა, ეხა ითხოვს რომ გინდა თუ არა მოდი თუ არა რაღაცების შედეგებით ემუქრება. ეს არის ნუ ძალიან ცუდი საქციელი ჩემს მხრიდან, არასწორი რა. ხო, მაგრამ ტრამპი გამოირჩევა მაგ ცუდი საქციელებით. თან როგორი რაღაცა არის, იცი, ახლა მოდი ასე ვთქვათ რა, რაც ეს ტრამპის ეს მეორე კადენცია, ეს განსაკუთრებით JD Vance-ის და ვიღაცების გამოსვლაშია, ეს მაღალჩინოსნების იყო, რომ რაღაცა სულ თქვენ ან ჩვენთვის საკმარის არაკეთებთ და არა დაივიწყეს ავღანეთის კამპანია, სადაც ავღანეთის კამპანიაც ამერიკამ მარტო წამოიწყო და მთელი ნატო და არა მარტო ნატოს მოკავშირეები ნატოსთან ასოცირებულია ჩვენც მაგალითად ვიღებდით მონაწილეობას, ხო და რაღაცა წყალში ჩაუყარეს გეგონება არაფერი მართლა არ დახმარება, ანუ მაშინაც არ ქონდათ რა ეს ვალდებული ხო ძალიან თითიდან გამოწოვილი იყო ის რა ქვია 11 სექტემბრის გამო რაღაცა ამ იმის კოლექტიური იმისა ხო მისადაგება ამ თემის იმაზე არ ერგებოდა რა რეალურად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიუხედავად მაგისა დაეხმარენ და ფიქრობ საკმარისზე მეტადაც დაეხმარენ. გაიღეს და რაღაცა და მოდი ასე ვთქვათ რა, იგივე ეს ევროპული ჯარები ხა რომ გადაეწყვნენ თავდაცვითი სტრატეგიიდან რაღაც საექსპედიციო და რაღაც ასეთ სამშვიდობო იმაზე
დაწესებაზე, ეს ამ ავღანური კამპანიის დამსახურება იყო და მაშინ რაც ჭირდებოდათ, ხო, რაც დაჭირდათ ამერიკა უზრუნველყოფდა ევროპის უსაფრთხოებას და ევროპამ სამაგიეროდ კონტრიბუცია შეიტანა ამ იმაში, ხო, რა ქვია, ავღანურ კამპანიაში და მე ხა ისე ელაპარაკებოდნენ და ისეთი რიტორიკა ჰქონდათ, რომ თქვენ ჩვენთვის არაფერი არ გაიკეთებიათო და აი ხა კიდე ჭირდებათ, ხა მათ ინფრასტრუქტურა ჭირდებათ, მათ შორის აი რა აეროდრომების ქსელი ამ ევროპაში, სადაც განლაგებულია ეს ტანკერები და იგივე ინგლისში ეს ბომბდამშენები და ამ შემდეგ, პლუს ამისა ხა ორმოს მარტო ვერ უმკლავდებით და მოდი დაგვეხმარეთო და დიდი ბოდიში რა, ცოტა ისე თემაა, მაშინ ჯერ ის აღიარე რომ ის არ იყო იმისთვის იყავი მადლიერი და მე ნუ კიდე რაღაცა ის გექნება რომ კიდე რაღაცა მოითხოვო, მაგრამ ამ დროთასაც ახლა შეძრნენ არავის არ კითხეს ან მე კი სწორად მიმაჩნია ეს ირანის წინააღმდეგ წამოწყებული ის, მაგრამ მეორეს მხრივ ახლა ცოტა ანუ ევროპელებთან მიმართებაში რაღაცა ძალიან ტუტუცურად იქცევიან რა პირდაპირ. ო და იმედი მაქვს რომ აი ამ პირიქით ისწავლის გაკვეთილებს, რატომ აქ ეს იმედი არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს რომ ისწავლის გაკვეთილებს და არა, უსურე რა ხდება. ხო და ეხა რა არის? კი, იმუქრება, მაგრამ ახლა მაგაზეც მინდა ვთქვა არა, მაგრამ ნუ რა შეუულია რომ ნატოს გაუკეთოს. ნატოდან გასვლის თაობაზე იცი შენ რომ სენატის და კონგრესის თანხმობის გარეშე დაბლოკილი არის ეგ თემა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი უფლებამოსილება აქვს ამერიკის პრეზიდენტს მათი კონსტიტუციით, ანუ მაღალი ის აქვს რა, საკმაოდ ბევრი გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება შეუძლია, გამოსვლით ვერ გამოვა და სხვა ეხა რა შეუძლია გააკეთოს ამ წუთას მინიმალურ ზიარის სხვათა შორის, ანუ მათ შორის ეს კოორდინაცია და ისედაც. ხო და უკრაინის თემაში ახლა რა, უკრაინას რაც ტრამპი მოვიდა უსასწყობად პრაქტიკულად აღარ ეხმარებიან. მიზერ თანხებზე არის საუბარი, რაც წელს გამოიყო და დანარჩენი ახლა არის აი ევროპული ფულით, ასე ვთქვათ, ყიდის იარაღს და ახლა ეგ ისეთი თემა თვითონ აწყობს. იმ შტატებში, სადაც ეს იარაღი და საბრძოლო მასალა იწარმოება, ხო, ხალხი საქმდება და თუ ეს კონტრაქტები არ იქნება ამ ევროპული ფულით დაფინანსებული და არ მიაწვდიან უკრაინას იარაღს, გარდა იმისა, რომ მოსახლეობაში არის, ასე ვთქვათ, გამოკითხვებით, ყველა კვლევებით ხარდაჭერა, რომ გაგრძელდეს უკრაინის, ასე ვთქვათ, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და მეტიც გაგრძელდეს იგივე ის უსასყიდლო დახმარება, რომელიც იყო ბაიდენის დროს, ხო? მაგის გარდა ელემენტარულად ის ხალხი, ვინც იმ ქარხნებში და იმ მთელ ამ ჯაჭვში მუშაობს სამხედრო სამრეწველოში, ისინი დაინტერესებული არიან, რომ ის სამსახური შეინარჩუნონ. თუ ეს კონტრაქტები არ იქნება, მაშინ ისინი დაკარგავენ ამ იმას, ხო? მეც ეხლა ჩემს მასალებში არაერთხელ მithქვამს, რომ ამერიკის სამხედრო წარმოება იმ ხელა ინდუსტრია, რომ ახლა ასე ტრამპს მოუნდა და დახმარებას და შეერაღებას აღარ მიუწყდეს უკრაინს, ეკონომიკა შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს ამერიკული. არ მგონია ცუდი ვითარება, მაგრამ იცი რა არის, მეორეს მხრივ იცი რა. გართულება შეიძლება, თუ არა უკეთესობის მხრივ, არ ვიცი, სიმართლე გითხრა ხა აქ ირანში ერთი რაღაცა ჩანს და მაგას ღიად აცხადებენ, რომ რუსეთი სადაზვერვო ინფორმაციით და კიდე ბევრი სხვა რაღაცით ეხმარება ირანს, ხო? ხო და შესაბამისად ეს მტრული დამოკიდებულება ამერიკის მიმართ და რა ვიცი, მათაც შესაბამისი დასკვნები უნდა გაეკეთებინათ ჩვეულებრივ ვითარებაში, თუმცა აქ გვაქვს აი ტრამპის ეს რაღაცა გაუთვალისწინებელი ალოგიკური ფაქტორი, რომელიც ნუ აი ამაზე არანაირად არ რეაგირებს და არ ბრაზდება პუტინზე რა, ასე რომ ვთქვა. ცოცხალი თავით არ ბრაზდება, ყველაზე ბრაზდება პუტინის გარდა. ხო, აი არ იმჩნევს რა, გეგონება ის ახლა წინ უდევთ რომ ავღანეთში აფინანსებდნენ იმას, რა ქვია, ამერიკელი ჯარისკაცების იმაში ფულს იხდიდნენ მოკლაში და თალიბებს უყრდნენ. აქ ახლა ლაპარაკი არის იმაში, რომ რაღაც აი ყველაფერში ანუ ამერიკის წინააღმდეგ მოქმედებაში ხელს უწყობენ და მე არ ვიცი ეს მაინც ისეთი ისაა რომ აი ჩემ მეგობარია და თან ზელენსკის აკრიტიკებს ეხლაც კი აი ვითარებაში რაღაცა აი შენ რაც თქვი რომ ტრამპმა განაცხადა რომ არ მინდა უკრაინის ისაო ეგ უფრო იცი როგორი განცხადება იყო რომ აი სწორედ განაცხადებული გაბრაზებული ხო აი რომ აი იგივე ის ხაზი გააგრძელოს რომ უკრაინას არ გააჩნია ეს კარტები და რაფერი კოზირები და რაღაცის შემდეგ და შემდეგ მაგრამ რეალურად მიდის ეგ თანამშრომლობა მე ხა არ მგონია რომ მან ტყუილის იყოს რაღაცა უკრაინული მხრიდან როცა გაგზავნა მართლა სპეციალისტები და გაგზავნა ის რაღაცა დრონები მაგრამ არა 1000-ობით და 100,000-ობით რაც შეიძლება იქ დაჭირდეთ ხა ერთი ესეთი ცოტა პროვოკაციულ
სკეპტიკური კითხვა მინდა დაგისვა. რუსეთს უკრაინის ომმა გვაჩვენა და ძალიან დიდი კითხვის ნიშანი გააჩინა, რამდენად არის მსოფლიოში ნომერ მეორე არმია რუსეთი, ხო? ახლა აი ამ 16 დღიანმა კამპანიამ ხომ არ გააჩინა იგივე კითხვები, რამდენად არის ამერიკა ნომერ პირველი სამხედრო ძალა, თუ პირიქით? მე მგონია რომ პირიქით არა. ახლა მოდი ესე თქვა, ამ კამპანიამ უჩვენა რომ ისრაელი რაღაც საკითხებში ამერიკაზე წინაც კი არის. ამ ხრივ კი, მაგრამ მეორე ხრივ ახლა ამერიკა გინდა ის რა ქვია ვენესუელაში ჩატარებული სპეცოპერაცია, გინდა ეს დაბომბები, ახლა რა ვიცი, ისეთ ჰაი კლას აჩვენებს რა, პირიქით, აი ძალიან მასტერ კლასს უტარებს ყველას საერთოდ ზოგადად. ახლა წარმოიდგინე რა რა პრობლემა აქვს რუსებს უკრაინაში ის რომ საჰაერო სივრცეზე ვერ დაამყარეს კონტროლი და ვერ გაბატონდნენ რა ესენი პირველივე წუთებიდან გაბატონდნენ და ნუ რასაც უნდა იმას აკეთებენ ახლა რაღაც ინციდენტები რაც აქვს ძირითადად ანუ ისეთია რა ან მეგობრული ცეცხლით დაიკარგა წინაკვირაში კიდე ეს რაღაცა ინციდენტი ჰაერში ერთმანეთს რო დაეჯახნენ მაგრამ არა ირანული იმით გამოწვეული რა რაღაცა ცეცხლით ან რაღაც ან ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ისეთნაირად მიდის ოპერაცია რომ აი ეგეთი რა ვიცი ახლა საერთოდ რომ მტრისგან გამოწვეული ცეცხლით დანაკარგი არ ქონდეს ამხელა ომში პრაქტიკულად ნუ რა ვიცი და რუსებმა რაკნეს რუსებმა ვერცერთი ამოცანა ვერცერთ ეტაპზე პრინციპში ვერ შეასრულეს მათი ავიაცია აი სრულიად უსუსურად გამოიყურება არა თუ ამერიკის აი ისრაელის ფონზეც რა აი არა ამდენი თვითმფრინავი ყავთ ხა რაოდენობაში ისრაელზე საბრძოლო თვითმფრინავები 3-4 ჯერ მეტი ყავთ მაგრამ და ნუ სტრატეგიული ავიაციაც ყავთ და ისა მაგრამ რეალურად ნუ აი ვერაფერს ვერ აკეთებენ აი კოორდინირებული რაღაცა ისეთი მსხვილი მეების საჰაერო ქვედანაყოფების და შენაერთების მოქმედება არ შეუძლიათ 200 თვითმფრინავით მოქმედებდა პირველ დღეს ისრაელის ავიაცია იყო ეხა დაფიქსირდა კიდე რამოდენიმეჯერ ასე მსხვილი რაღაც ერთდროულად რომ საჰაერო სივრცეში ამდენის ოპერირებდა რუსები ვერ ახერხებენ რა აი კავშირი მან ხო როგორი რაღაცა არის რომ კავშირი დაზვერვა ეს რაღაცა მიმდინარე რეალური დროის მასშტაბში ასე თქვათ ინფორმაციების გაცვლა და კოორდინირება და მართვის სისტემებში და დაზვერვაში აქვს რა ძირითადი პრობლემები ანუ შეიძლება ახლა 35 ცუდი თვითმფრინავი არ იყოს თავისთავად მაგრამ იქ უამრავი კომპონენტია რომელიც არა მარტო იმ თვითმფრინავების ეფექტურობას განაპირობებს რომლებიც დარტყმებს აყენებენ და აი დაზვერვის მხრივ და რაღაც იმის მართვის მხრივ და ამ მხრივ აი რუსეთმა აჩვენა რომ აბსოლუტურად წვედანია ბოდიში ამ გამოთქმისთვის შედარების აბსოლუტურად არაფრის მაქნისი არ არის და ამათ კიდე ნუ შეუძლიათ ესე ეფექტურად მუშაობა და თან ეხა რა ხდება იცი რა აი მე აღვნიშნე კიდევაც წეგან რომ აი ეს ხმელეთზე რაღაცა თან სამოქალაქო ტრანსპორტის აი სამოქალაქო რაღაცა სატვირთოების და რაღაცა კონტეინერ გადამზიდების ქვეშ შენიღბული არის ეს რაკეტების გამშვებების უმეტესობა რა რო დროულად ვერ აღმოჩნდეს რაღაცა ჩაიკარგოს იქ წარმოიდგინე მილიონობით მანქანაა ხო და იქ რაღაცა რომელიღაცა და სატვირთო არის რავი 1000-ობით 10000-ობით 100000-ობით და იქ საიდანღაც რომელიღაცა გამოძრება და უცებ აღმოჩნდება რომ თურმე სარაკეტო გამშვებია ან დრონების გამშვები ხო და ამის აღმოჩენა ხდება ნუ უმეტესო ძალიან დიდი რაოდენობის სანამ გაშვებას მოახერხებენ ეს რამხელა ეფექტურობაზე მეტყველებს იცი რუსებს აი რავი მაგის მე-1000-ები კი არა საერთოდ სხვა განზომილებაში არიან რა ესენი ამერიკელები და ებრაელები ამ ხრივ რა ანუ ახდენენ იცი თან როგორ რაღაცა არის ეს ხა ირანში არ არის მაინც ამერიკა ეხა all in ჩართული ეს მისთვის არის რეგიონალური ომი სრულმასშტაბიანი რაღაც ისა კონფლიქტი მაგრამ ეს არ არის all in ანუ არ არის აქ მთელი ამერიკის ძალა ჩართული ხო მნიშვნელოვნად მეტი არის ამერიკა სხვა რეგიონებში გადანაწილებული ანუ რაზე ვიძახი ცი აი წარმოიდგინე ხა დიდი მასშტაბი აქვს რა თქმა უნდა ირანს მაგრამ ნუ რუსეთს კიდე უფრო დიდი რაოდენობრივად ვიძახი მაგრამ პრინციპი ერთი და იგივეა მაგალითად თუ კი ახერხებენ რომ ირანში ძალიან დიდი რაოდენობის აი ეს სარაკეტო გამშვებები დროულად აღმოაჩინონ და გაანადგურონ თეორიულად ვიძახი
რუსეთის ტერიტორიაზე აი ტოპოლემების და აი რაღაც იარსები და ისინი რომ მობილური კომპლექსები ეგენი თან გაცილები დიდებია გაბარიტებში და ვერსად ვერ დამალავ. ეხლა კი არის ვითომ ყველგან მავალ რაღაც შასიზე, მაგრამ ის ყველგან მავალი არის ძალიან პირობითი, ანუ გრუნტის გზების გაღმა ვეღარ გადავა ის, იმიტომ რომ მაინც გაკვალულ გზაზე უნდა გაიჭედება ის იმხელა იმ სიმძიმე რაღაცა მახინებია და წარმოიდგინე რომ იმას პრაქტიკულად ვერსად ვერ გადამალავ რა. ანუ თანამედროვე იმის პირობებში, ამ სატელიტებით და ამ დრონებით დაფარულ პირობებში მათი აღმოჩენა და განადგურება თუ კი ეს რაღაცა მასშტაბირება მოხდა, ეხლა რაც ირანში ხდება, ხო, შეიძლება ძალიან ისე რა ეფექტურად რა. და ნუ რაც გადარჩება, მერე იმის თქვათ ანტისარაკეტო სისტემებით, ანტისარაკეტო სისტემებმაც მაღალი ეფექტურობა აჩვენებს. ანუ ბევრი თვალსაზრისით აქ ამერიკა აჩვენებს იმას, რომ ნუ ძალიან სხვა დონეზეა რა, ანუ სხვა ლიგაში თამაშობს, არ არის რა ეს რუსეთი, ანუ რუსეთი აქვს თავისი პლუსები და პლუსი პირობითად ერთ-ერთი ის არის, რომ მაგალითად დანაკარგებისადმი აბსოლუტურად ის არის რა, რეზისტენტულია, ფეხებზე კიდია მილიონი ადამიანზე მეტი დაკარგა და ფეხებზე კიდია, ეს არის მისი პლუსი. კი, თუ პლუსს ვიძახთ რა, ანუ ამითი არის ის ძლიერი რა. მაგრამ მეორე ამერიკა სულ სხვა რაღაცას გვაჩვენებს, მას დანაკარგები აქვს მინიმუმი, მაგრამ აი მაღალ ტექნოლოგიურობის და იმის თვალსაზრისით ახლა რავი ეგ რაცაც აჩვენებს მაღაზე მაღალ დონეს ვინც ელოდებოდა რა ვიცი წარმოდგენა არ აქვს მაპატიეთ მაშინ სამხედრო იმაზე იმიტომ რომ ახლა ირანიც არ არის რა ესეთი იოლი მოწინააღმდეგე რა ბევრი მაგალითად იმასაც ვთვლი და ახლა ბევრი უბრალოდ იმიტომ ამბობს რომ რაღაც ან რუსეთუმია რაღაცა ეს არის რა ქვია მინიმუმ ანტი-ამერიკანისტი ანტი-გლობალიზაციის ხო ანისა მაგრამ ეხლა ვინც საქმეს ჩახედული არის ირანი ხელსამოსაკრავი ძალა ნამდვილად არ არის და ეხლა ირანს რო დატაკებოდა და არა ისეთი დონის ძალები როგორი თქვათ თუნდაც ცახალიან თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატები არამედ ნუ რაღაც რა ვიცი სხვა ნებისმიერი მესამე ქვეყანა ხო ძალიან გაუჭირდებოდა ეგრეც არ არის რა და დღესაც კი აი 100%-იან იმას რო დაუბრუნდეთ ტრამპის ნათქვამს 100%-ით გავანადგურეთ აი დღესაც კი აი რო შექმნეს ომი და ირანს მოუწიოს რაღაცა ნუ თეორიულად ვიძახი რაღაც სხვა ქვეყანასთან შეტაკება იმ ქვეყანას ძალიან გაუჭირდება რა ნებისმიერს აი არ ვიცი ახლა სხვა საქმეა რომ ხა მეზობლები ისეთი ის არ აყავს მაგას რაღაც გამორჩეულად ძლიერი მაგრამ ну ნებისმიერ სხვასთან რომელიც აი ესე დახვეწილი არ არის არა მარტო ტექნოლოგიურად აი უყურე ტექნოლოგიები ბევრმა არაბულმა ქვეყანამ საუდის არაბეთმა იქ იმან ბევრმა შეიძინა მაგრამ აი ძალიან ისე აი თუ რაღაცა იმას ცდება რაღაც აი ლოკალურ რაღაც გამოყენებას იქ უკვე ვეღარ ახერხებენ ანუ შეიძლება პეტრიოტით რაღაც რაკეტები ჩამოხსნან მაგრამ როდესაც აი ურთიერთქმედებაზე არის სხვადასხვა გვარეობების და სხვადასხვა სახეობების ჯარებზე ლაპარაკი ხო შეიარაღებული ძალების იქ ძალიან უჭირთ იგივე აი ეს ინციდენტი რაც თავისიან მეგობრული ცეცხლით რომ მოხდა ეს არაკოორდინირებულებაზე მოქმედება კი ანუ მართვა და координация არის ყველაზე მეტად რაც უჭირთ და ნუ რითიც გამოირჩევა ეს ამერიკას ხო ამხელა ძალები როა ჩართული აი იქ ტანკერები დაფრინავენ იქ რაღაცები სადაზვეროები იქ ბომბდამშენები ესენი მიდიან მოდიან ანუ ამას იცი რა ძალიან ისეთი მართვა ჭირდება რა აი რეალური დროის მასშტაბში რა ეს ოდნავ რაღაცა შეგეშალოს იქ ჩათვალე დიდი პრობლემებში ამოყოფ თავს კი და აი ბოლოსკენ ნელ-ნელა რომ გავიდეთ ასე ვთქვათ პროგნოზები კი არის უმადური საქმე მაგრამ როგორ უყურებ რაც დარჩა მიზნები მისაღწევი ჩაეტევიან პირველ ნათქვამ 4-5 კვირაში ანუ 2 კვირა გავიდა ხო მესამე დაიწყო კი ბატონო ანუ 2-3 კვირაში მე ვფიქრობ ეს მასიური შედარებით მასიური და აი უყურე გავცელდა ინფორმაცია რომ დღეში ხორციელდება 1000 საბრძოლო სტრაიკი რა დაბომბვა რა ისრაელის და ამერიკის ორივე ჯამში ერთად რა 500 მიახლოებით ნუ ხანდახან რომ ზოგიერთ დღეში ამერიკის მეტია ზოგიერთ დღეში ისრაელის მეტია 1000 ეს ძალიან მაღალი ინტენსივობის არის მინდა ვთქვა ანუ მარტო ძალების კონცენტრაციაზე ვამახვილებდით აქამდე ყურადღებას მაგრამ რეალურად ფასდება ხოლმე ესეთი ისინი აი საბრძოლო გაფრენების რაოდენობით და დარტყმების რაოდენობით და 1000 საკმაოდ ბევრია ანუ იმავე დონეზეა მაგალითად
როგორც იყო 91 წელს იმის დროს, რა ქვია, მიახლოებით თქო რა, მაგრამ მაშინ ძალები გაცილებით მეტი იყო კონცენტრირებული, მაგრამ აი თვითონ უშუალოდ მე მოქმედებაში ხო, ამდენი ერთდროულად არ დაფრინავდა, ინტენსიური დაბომბვა მიდის, ხო და ეს შეწყდება. იმიტომ რომ მართლა ამოიწურება ეს სამიზნეთა ბანკი, თან პარალელურად ივსება ეს სამიზნეთა ბანკი, მაგრამ რაღაც დონეზე ამოიწურება და იმდენი დასამბობლიც აღარ იქნება რა. ან მე სხვა ტიპის მოქმედებებზე იქნება გადასასვლელი, როცა მაგალითად აი თუ ხმელეთზე გადასხეს იგივე კუნძულებზე, მათ დაჭირდებათ აი იმისთვის რომ მე აი თქვა артиლერიო ან სარაკეტო დარტყმები არ მიაყენონ ან რა ვიცი მე დრონებით, ანუ აი მათი უსაფრთხოებისთვის ან უშუალო საცეცხლე მხარდაჭერისთვის რაღაც დაბომბები და ავიაციის მოქმედება ამ ხრივ რა. ეგეთი გაგრძელდება ალბათ, მაგრამ ეს არ იქნება, ანუ დღეში 1000 გაფრენა აღარ დაჭირდებათ და დარტყმა რა. ხო და ამიტომ ხასიათი შეიცვლება ამ საბრძოლო მოქმედებების, მაგრამ როგორც ჩანს ეს თუ იქ შიგნიდან არ შეტრიალდა ვითარება, ან რაღაცა უცებ არ დატყდა ნება და რაღაც ისეთ კაპიტულაციის დონეზე შეთანხმებაზე არ წამოვიდა ირანის მხარე, მაშინ გაგრძელდება რა, თვეები გაგრძელდება მინიმუმ შეიძლება რა ვიცი წლებიც მე უკვე ვიცი რა, ამერიკაში ხო საარჩევნო წელია. კი. და აი რამე იქნება. იქ ფეხბურთის სოფლიო ჩემპიონატია, იქ არჩევნებია. აქ რაღაც თვის ბოლოს ჩინეთში აპირებს ჩასვლას, მოკლედ ბევრი ფაქტორია, რომელიც ისა რომ შეიძლება რაღაცა შეწყდეს რაღაც სხვა მიზეზების გამო რა. თუმცა ეხლა მთლად რაღაც ლოგიკურ რაღაც წერტილამდე რო არ მივიდნენ ისე მაინც არ დასრულდება ეს. თუნდაც აი სულ რო იმპიჩმენტი მოხდეს ტრამპის შეიძლება შემდეგმა პრეზიდენტმაც ვერ თქვას უარი ამ ჩართულობაზე. ეხლა მოდი ასე ვთქვათ, ობამა რომ მოდიოდა სიტყვაზე იმაში 2008 წელს, ხო, მაშინვე იძახდა რომ გამოიყვან ერაყიდან ჯარებს, მაგრამ და იმიდან აკვი ავღანეთიდან, მაგრამ ისე ჩაამთავრა რომ იმიდან აკვი ვერც ხო, ანუ ეგრე არ არის რა, გამოიყვანო იქ მართლა მე შედეგებზე უნდა იმასაკნა რა. აგო პასუხი და ესე მარტივი არ იქნება, იმიტომ რომ ეს ურმუზის სრუტეში ხა ეს საფრთხე თუ იქ რეჟიმიც არ შეიცვალა და მუდმივი საფრთხე იყო, მაშინ იქ ბაზებად უნდა განლაგდეს უკვე რა, გამიგე ეს ისინი. და ვნახოთ აი როგორ იქნება ამ ხრივ ფაქტი არის რომ აი შეძრნენ ისეთ რაღაცაში, საიდანაც თან სახეც უნდა შეინარჩუნოს, ხო, მართლა პოლიტიკურად. და თან ამდენი ხანი გეგმავდნენ, ხო, რაღაცა ცოტა ესეთი ხო, ანუ იცი რა არის, ხა მოდი ასე ვთქვათ რა, ბევრი ანალიტიკოსი და ბევრი ის ხა ვინც მე ვარ ანტიტრამპისტი, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის უპირველესი არის ის, რომ უკრაინის მხრიდან მისი დამოკიდებულებას გამო ვარ რა, ძირითადად, თუმცა კიდე სხვა ბევრი მომენტის გამო, მაგრამ თუმცა იმ მთელი ჩემი ცხოვრება რესპუბლიკელებს უჭერდი, მაგრამ არა ტრამპს რა, ამერიკაში მხარს, ხო და ეხლა რაზე ვიძახი ამას, რატო უსვამ მხარს, რომ არა ვარ ტრამპის მომხრე, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ როგორ გითხრა, ამ შემთხვევაში ცოტა პოპულისტობენ მისი ოპონენტები, ხშირად ანუ აი იძახიან რომ არანაირი გათვლა არ ქონდათ ისა, მე კიდე მგონია ცოტა ეხლა ძალიან ეგეც ინფანტილიზმი და ძალიან ის მგონია რომ არ არისო გაუთვლელი, იყო რისკები გათვლილი და უბრალოდ მისაღებად ჩაითვალა. გასაგებია რომ ზოგადად ამ ხელა კამპანიაში როცა თავს ყოფ მithumetes ესე დროს, ისეთი ავანტიურაა რა ერთგვარი რა, მაგრამ გაართმევს ამას თავს და საბოლოო ჯამში საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ირანი დიდ დივიდენდებს მოუდანს ამერიკასაც, იმიტომ რომ რეგიონში გაიმყარებს პოზიციებს და ზოგადად ამ თავისუფალ სამყაროს დასავლურ თავისუფალ სამყაროს რასაც ვეძახით რა. და კარგი საქმე გაკეთდება მაინც მიუხედავად იმისა რომ შეიძლება რაღაც ეტაპზე აბსოლუტურად გეთანხმები, ზუსტად ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს მეც ამერიკასთან, ტრამპთან და ამ ოპერაციასთან დაკავშირებით. მეც დარწმუნებული ვარ, რომ ეს კამპანია უნდა დაწყებულიყო. რა თქმა უნდა, ანუ არავინ არის ბოდიშტა ესეთი სულელი, რომ რისკები ვერ გაითვალათ და როგორც შენ თქვი, ეს რისკები უღირდათ, როგორც ჩანს ამ ყველაფერს. მოკლედ გავაგზავნოთ აკურვება. ერთადერთი კიდე რას ვიტყვი, იცი რომ აი მოკლევადიან იმაში მართლა ხეირობს ეხა პუტინი, იმიტომ რომ თან ჯერ ხო სანქციები მოუხსნეს რა ნავთობზე, იმიტომ რომ ძალიან რო ეს სამომხდარიყო კიდე უფრო მეტად ფასის გაზ და ნავთობზე და პლუს ანუ დაუახლოვდა აქამდე დიდი დისკაუნტით ყიდიდნენ ეგენი ნავთობს რა, პლუს
ზედაფასი გაიზარდა, ეს ქვედაც თითქმის გაუტოლდა იმას. ანუ ეხლა რეალურად პუტინი ამით მაგრა ხეირობს და ანუ იმაზეა დამოკიდებული ესეთი ვითარება რამდენხანს გაგრძელდება, ეს თუ თვეები გაგრძელდა, მაშინ მართლა სერიოზული პრობლემაა ეს ჩვენთვის, იმიტომ რომ შეივსებს იმ რა ქვია გამოფიტულ ბიუჯეტს, რაც ეხლა უკრაინაში ხელს უშლის ომის გაგრძელებაში რა, მაგრამ მეორეს მხრივ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივას, საშუალოს გულისხმობ აი სადღაც 4-5 წელი და გრძელვადიანს გულისხმობ 10-20 ან სტრატეგიულად რა. მინდა ვთქვა, რომ რუსეთისთვის ესეთი მის მოკავშირის, აი ბოროტების ღერძიდან, სადაც აი ჩრდილო კორეა, ჩინეთი, რუსეთი და ირანი და ესენია, ხო? აქედან ირანის ამოვარდნა სერიოზული დარტყმა არის. ვენესუელის ირანის ამოვარდნა სერიოზული დარტყმა მათ შორის რუსეთისთვის. ხო, ანუ ეხლა შეიძლება პუტინმა იხეიროს ცოტა ხანი, მაგრამ მე გრძელვადიან პერსპექტივაში ვერაფერს ვერ ხეირობს, მინდა ვთქვა, ანუ ის ხალხი მინდა დავამშვიდო, ვინც ახლა ამას ისე უყურებს, რომ აი გადაუგდო მაშველი რგოლი იმას. აპოკალიფსი არ მოხდება მოკლედ. ხო, არა. ხო. მაგ მხრივ ანუ ამ ოპერაციის შეფასებისას, ამ ომის შეფასებისას ეგ უნდა გაითვალისწინონ იმ ხალხმა, ვინც მათ შორის გულშემატკივრობს რუსეთის დასუსტებას და რუსეთის მარცხს როგორც უკრაინაში, ისე ჩვენგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სავარაუდოდ მე რასაც ველოდებით, რომ უკრაინაში მარცხს რუსეთის სას მოყვება მე ბოროტების ღერძის ჩამოსაშრელად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგება. მადლობა დღევანდელი ინტერვიუსთვის, გავაგრძელოთ დაკვირვება და პერიოდულად შევხვდებით კიდევ. მადლობა. დროებით მადლობა. ასეთი იყო დღევანდელი ეპიზოდი, ვფიქრობ ყველა იმ საკითხს შევეხეთ, რომელიც აქტუალური არის ამ დროისთვის. იმედი მაქვს საინტერესო იყო თქვენთვის ამ ყველაფერის მოსმენა. ჩვენ გავაგრძელებთ ბუნებრივია დაკვირვებას მოვლენებზე. აქვე იმედს დავიტოვებ, რომ ეს ომი იმდენ ხანს არ გაგრძელდება, რომ უკრაინაზე იქონიოს განსაკუთრებული გავლენა. და რაც შეეხება უკრაინაზე ეპიზოდი უკვე შემდეგი ეპიზოდი, რომელიც დაიდება რამდენიმე დღეში უკვე უკრაინის შესახებ იქნება, როგორც ასე ვთქვათ, მარტო მუშაობთ და ორივე ომს ერთდროულად ვერ ვახერხებ, რომ მოვიცვა, თუმცა ეს ეპიზოდი გამოშვებით ხან ირანზე, ხან უკრაინაზე გთავაზობთ მიმოხილვას. მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო, ძალიან დიდი მადლობა. აქვე შეგახსენებთ, რომ თუ კი ჯერ არ დაგილაიქებიათ ვიდეო, ახლა დაალაიქეთ ვიდეო და ფიქსირეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრება, თუ კი არხი არ გაქვთ გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. ასევე მადლობა ყველას, ვინცაც გამოწერილი გაქვთ არხი, ვინც არხის ერთგული მაყურებელია, აქტიურობს კომენტარებში. განსაკუთრებული მადლობა კიდევ ერთხელ დონაციით, ვინც ხართ დაკავებულები, არხი თავისუფალი ხალხისთვის დონაციებით ფუნქციონირებს, ვისაც გაქვთ დონაციის სურვილი, აღწერაში ანგარიშის ნომერია. მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო, ძალიან დიდი მადლობა, დროებით ნახვამდის.